შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული სექტორის მონაწილეობით. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მეხუთე პრეზიდენტის ამ ინიციატივას, რომლის მიზანიც ქართული ოცნების დამარცხება, არაერთი შეფასება მოყვა პოლიტიკურ სპექტრში თემის ირგვლივ გაკეთებული განცხადებები შოთიკო სადაღაშვილმა მოისმინა. ირმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ შეიქმნას კიდევ ერთი ახალი წინააღმდეგობის პლატფორმა, სადაც გაერთიანებული იქნება მისი შეფასებით როგორც პროევროპული ოპოზიციის, ასევე მოქალაქეების, სამოქალაქო სექტორის თუ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი და ეს გაერთიანება იბრძოლებს იმისთვის, რომ დაამარცხოს ქართული ოცნება. სალომე ზურაბიშვილის აზრით, სწორედ ეს იქნება მშვიდობიანი გზა იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც უკვე თვეებია ადამიანები ქუჩაში იბრძვიან. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დააზიანს იმასაც, რომ პოზიციები არის შესაჯერებელი, მოლაპარაკებები სხვადასხვა პარტიებთან გრძელდება და თითოეული მათგანი საკუთარ პოზიციას ღიად მალე დააფიქსირებს. როგორია სალომე ზურაბიშვილის ხედვა ახალი პლატფორმის ირგვლივ მართველი გუნდის დასამარცხებლად? თქვენ ახლა შეგიძლიათ ეს კომენტარი ღია ეთერში მოისმინოთ. უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებზე და მთავარ საკითხებზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში და ის შეჯერებული პოზიციები გაგაცნოთ, რაც არ გამორიცხავს სხვათა შორის, რომ ინდივიდუალურმა პარტიებმა თავიანთი ხედვებიც შემდეგ წარადგინონ სხვანაირად, რაც არ იქნება ერთობლივად შეთანხმებული. უშინდელი პროტესტი ყველას გვაძლევს ძალიან დიდ იმედს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა ეს პროტესტი. პოლიტიკური დევნა იღებს ახალ ეტაპს იჭერს და ჩვენც ამაზე ვართ შეთანხმებული. ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება. ნახავთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამითაც პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ. ჩვენ ასევე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მოვამზადოთ ევროსაბჭოში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც იქნება მიღებული საქართველოზე ძალიან ალბათ მკაცრი რეზოლუცია და სწორედ პოლიტიკური პატრიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე, ასევე იქნება პირველ პლანზე ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებული არის ამ დღეებში, რომელიც ცდილობს, რომ ერთის მხრივ ფარათი მთელი ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახჩოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები. იქამდე ვიდრე ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი საკუთარ ინიციატივას დეტალურად განმარტავდა დღეს გამართულ ბრიფინგზე წინააღმდეგობის პლატფორმის შესახებ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა. ორივე შემთხვევაში ოპოზიცია ამბობს, რომ იდეა კარგია, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს გადადგმული ნაბიჯები არის დაგვიანებული. მაგალითად, ლექსო ვალიაურს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია, მოლოდინი ჰქონდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებები ომის დაწყებასთან დაკავშირებით ბოდიშს მოიხდიდა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით მას იმედი გაუსროვდა. რომ დავუბრუნდეთ ისევ ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას, გორელ პოლიტიკოს არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია ამ პროცესში სრული დაატვირთვით ჩაერთვება. ტაკი მასხარა, ეს კი სახელისუფლებო გუნდის შეფასებაა იმ პროცესის მიმართ, რაც სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბიშვილს, ისევე როგორც მის თანამოაზრეებს პოლიტიკურ სანაგვეზე გადანაცვლებას უწინასწარმეტყველებს. სამწუხარო არის, რომ 31 მარტს, როდესაც საქართველოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღე არსებობს და პრეზიდენტმა მოახერხა და შეიკრიბა 100,000 ადამიანი და კიდევ მეტი, ამ დროს პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოეხადა ბოდიში წარსულში მის მიერ გამოთქმული პოზიციების გამო, იგივე ომთან დაკავშირებული პოზიციების გამო. თავისთავად ეს არ არის ცუდი ინიციატივა, რა თქმა უნდა, საზოგადოება ითხოვს იმას, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და რაღაცა ქმედითი ნაბიჯებისთვის მზაობ
მოგზაობა გამოხატონ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გავლილმა 130 დღემ, რომლის დროსაც მოქალაქეები თვითონ იდგნენ და აპროტესტებდნენ ყველაფერს, აჩვენა ის, რომ საზოგადოება ძალიან სწორად და ნათლად ხედავს რა არის აუცილებელი და რა უნდა მოხდეს, ამიტომ მსგავსი ინიციატივები ცოტა არ იყოს და დაგვიანებულიც არის, იმიტომ რომ აქამდეც უნდა მომხდარიყო რაღაცა სხვადასხვა ტიპის გაერთიანებები თუ პლატფორმების შექმნა. დღესაც მე სიმართლე გითხრათ არ ვარ მთლად იმედიანად განწყობილი იმის მიმართულებით, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს ინიციატივა იქნება პროდუქტიული და მაინც ყველა პოლიტიკური პარტია დადგება და რაღაცას შეიმუშავებს. მორიგი რაღაც დაკიმასხარული ინიციატივები და განცხადებებია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. რა ევროპული ორიენტაციის პარტიებზე ლაპარაკობენ ეს ჯგუფის წევრები და მათი ლიდერები ყველაზე არაევროპული მოქმედებისა და ქმედების პოლიტიკური ძალები ანონსებენ ამ თემებს და ჩვენ ბოლო ხანებში ნათლად ვხედავთ რა მხარდაჭერა საქართველოს შიგნით საზოგადოების მხრიდან საკუთარი აქტივისტების გარდა არავის ვეღარ აჯერებენ. თუმცა რა უნდა დააჯერონ, როცა ყველაფერი ნათელია საზოგადოებისთვის, რაც ხდება ყველგან საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც. ამიტომ ეს იქნება მათი მხრივ კიდევ ერთი გამასხაროება საკუთარი თავის და ნელ-ნელა ასეთი ძალები პოლიტიკურ სასაფლაოზე გადაინაცვლებენ ამ გზას ადგანან და შეუქცევადი პროცესია და ამას აღარაფერი აღარ ეშველება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს რუსთაველის გამზირზე თქვა, რომ პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნება წინააღმდეგობის პლატფორმა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, პლატფორმის მთავარი პრინციპია, რომ იგი იყოს ღია ყველა პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც პროტესტის მოთხოვნებს იზიარებს.